ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე თემით ვაგრძელებთ საუბარს ჩვენს სტუმრებთან ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება, აპრილიდან დაიწყება უბრალოდ და სწორედ იმის თაობაზე თუ წელს რა სიახლეები საგანმანათლებლო პროგრამებში არის თუ არა გარკვეული სიახლე თვითონ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მოწყობის თვალსაზრისით ამ კოლეჯების ადაპტირების თვალსაზრისით ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად, რომლებიც ჩვენ სტუდიაში არიან. ეს არის კოლეჯ სპექტრის ხელმძღვანელი ბატონი მათეტაკიძე და კურსდამთავრებულები დიანა ჯიშიაშვილი, თუ არ ვცდები სწორად გამოვთქვი, ხო გვარი და შორენა კრაველიძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემა, რაც ძალიან ბევრს აინტერესებს, აი ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი და ახლობელი მყავს მათი შვილები, რომელთაც ყოველთვის აქვთ ხოლმე კითხვა, აი განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლები გასაგებია, მაგრამ აი პროფესიული კოლეჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმისათვის, რომ ადამიანი დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას საფუძვლიანად და ყოველთვის არის მოთხოვნა განსაკუთრებით სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ითხოვს ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომ იყოს ადაპტირებული არა მხოლოდ გარემო, არამედ თვით სასწავლო პროგრამებიც. ეს არის მნიშვნელოვანი და მეც გავეცანი თქვენი კოლეჯის საქმიანობას და გავეცანი იმას თუ რას თავაზობთ კოლეჯები დღეს და მთელი საქართველოს მასშტაბით და კონკრეტულად თქვენი კოლეჯი ძალიან მოხიბლული დავჭირო პრაქტიკულად ყველა სტანდარტი არის დაცული და გარკვეულად არის შემოთავაზებები და უკვე არიან კურსდამთავრებულები 2013 წლიდან არის ფუნქციონირებს ეს პროგრამები. აი სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ და მაინც დავაზუსტოთ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კოლეჯი, ახლა მე კი გავეცანი, მაგრამ მაყურებელი უფრო კარგად რომ გაეცნოს იმისათვის, რომ მან შეძლოს მიღება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ხშირ შემთხვევაში მას განსაკუთრების საჭიროების მქონე ადამიანების განსაკუთრების შესაძლებლობები აქვს. სხვადასხვა სახელწოდება აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ პირები, რომელთაც სჭირდებათ სპეციალური ადაპტირებული გარემო. აი რა სპეციალური სტანდარტები არის სიამოვნებით უპირველესად მადლობა მოწვევისთვის. ესე მინდა რომ 9 აპრილის გმირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება სტანდარტებს და დამოკიდებულებას, რომელიც ეხება შეშინებულ პირებს და სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირებს, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მიმართულების ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ცივილურები და უფრო მეტად ვიყოთ მზაობაში, რომ შევუწყოთ ხელი ადამიანებს, რომლებსაც ეს სტანდარტები, ეს ხარისხი ესაჭიროებათ. ჩვენ გეტყვით, რომ კოლეჯის სპექტრი ამ შემთხვევაში არის სრულად ადაპტირებული და ამას ვქვა უნივერსალურად ადაპტირებული გარემო. ჩვენ გვაქვს ნორვეგიული პროექტი, ერთობლივად გავაკეთეთ ეს პროექტი და შემდგომ განვახორციელეთ კოლეჯში. გარდა იმისა, რომ ადაპტირებული გარემო უნდა იყოს, რომელსაც სჭირდება როგორც ლიფტი, ესევე პანდუსები, ესევე ტაქტიკური ნიშნები, გადაადგილების და ასე შემდგომ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის უამრავი სხვადასხვა ძალიან სენსიტიური თემები, რომელიც უნდა გქონდეს გათვალისწინებული, ჩამოყალიბებული, სტანდარტიზირებული, სხვანაირად წარმოუდგენელია როგორც შეშინებულ პირების, ესევე სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირების უზრუნველყოფა იმ საჭიროებებით, რომელიც მათ ესაჭიროებათ და მინდა უთხრა მოსახლეობას და განსაკუთრებით ამაზე უკეთესად ჩვენი მეგობრები როგორც დიანა ესევე შორენა ესაუბრებენ, მაგრამ გეტყვით, რომ სტიგმა უნდა დაინგრეს და ეს სტიგმა არის ზუსტად დამოკიდებულება და მიმღებლობა. ჩვენ თუ ვართ უნივერსალურად ადაპტირებულები და მიმღებლობა ძალიან მაღალი გვაქვს და კოლეჯში ყველა პირობა ამისთვის შექმნილი როგორც სასწავლო პროგრამების მიმართულებით, ესევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სამწუხაროდ როგორც კი კოლეჯის გარეთ გავდივართ და სამოქალაქო საზოგადოებასთან გვაქვს შეხება, იქვე მთავრდება ყველა ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩემს არც ერთ სტუდენტს როცა გამოვა კოლეჯის გარეთ, არც ერთი სივრცე, რომელიც არის ბიზნეს სივრცეები, იქნება სხვადასხვა მარკეტები, იქნება ესევე სააფთიაქო ქსელები, მე ამას ღია და პირდაპირ ვამბობ, წარმოუდგენელია რაიმეს ყიდვა შეძლონ, რაიმე სერვისის მიღება შეძლონ დახმარების გარეშე. დიანას რო უნდოდეს და შორენას რო უნდოდეს ნებისმიერ სივრცეში, თუნდაც გავიდეთ ახლა გარეთ ქუჩაში, დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ შეძლებენ. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენ რეფორმებით უსწრებთ წინ ყველაფერს, იმიტომ რომ კოლეჯი აბსოლუტურად არის ამ სივრცეში ადაპტირებული. ჩვენ გვაქვს
სერვისები და ჩამოუთვლი ამ სერვისებს რომ მაყურებელმა იცოდეს. ჩვენ როცა ვღებულობთ შესაბამისად შეშენ პირებს ან სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირებს სკოლებში როგორც სტუდენტები და ისინი უკვე იწყებენ სწავლებას, მათ მიეწოდებათ სხვადასხვა ტიპის სერვისები. პირველი არის ტრანსპორტირება, თუ საჭიროება არის ტრანსპორტით მემსახურებით, ანუ დილით მოდიან და შემდგომ ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. გარდა ამისა არის მობილობის წვრთნელი, თუ ეს საჭირო არის, თეთრი ხერჯოხის გამოყენების სწავლება და შესაბამისად შემდგომ გაცილება ან მოცილება, სანიტრის საჭიროება, თუ კი ამის საჭიროება არსებობს, ჩვენ ამის სერვისსაც ვთავაზობთ, არის ბუნებრივია ჟესტიკულაციის პედაგოგი იმ შემთხვევაში, თუ ეს გვჭირდება, როდესაც მათ სმენადობის პრობლემა აქვს და სმენის პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაში ჟესტიკულაციის პედაგოგი. გარდა ამისა, ჩვენი მომზადებული ძალიან მაღალი სტანდარტის სპეციალისტები მუშაობენ პედაგოგებთან ერთად, რათა მოვახდინოთ პროგრამის ისე გაკეთება, რომ ინდივიდუალურად მოვარგოთ თითოეულ მათგანს პროგრამა, თუ ამის საჭიროება არსებობს, იმიტომ ძალიან ბევრი ჩამონათვალია, ანუ მხოლოდ ეტლედ მოსარგებელი არ არის. ინკლუზიურია, ხო ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ეს არ არის მხოლოდ ამ შემთხვევაში, თქვათ, სპეციალური საჭიროება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ადამიანები რომლებიც ერთად სწავლობენ, მათ შემდგომ უკვე აი სადაც თქვენ ამბობდით, სტიგმები უკვე აღარ არსებობს და გარკვეული იციან რომ შემდგომ ისე უნდა დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, რომ ყველასთვის იყოს ადაპტირებული გარემო შექმნილი. რა ძირითადი პროგრამებია და რა ძირითად სპეციალობებს ეუფლებიან თქვენ? გეტყვით რომ არჩევანი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში არის 250-ზე მეტი ავტორიზებული სტანდარტი არის, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ტურიზმის სეგმენტი, ესევე არის ავტოინჟინერია, ესევე არის IT ინჟინერია, ესევე სამშენებლო ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ყველა მიმართულებით ხდება ხოლმე სხვადასხვა არჩევანის გაკეთება და მინდა ვთქვა, რომ სამშენებლო ინჟინერიაში მიუხედავად ჩვენ გვაქვს 24 პროგრამა ავტორიზებული, ისეთ პროგრამებზე შემოდიან. ბატონო, 2013 წლიდან ფუნქციონირებს ხო თქვენი კოლეჯი და აი წელს კონკრეტულად არის საიმე სიახლეები ამ პროგრამის. ძალიან ბევრი ყოველწლიურად გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის როგორც ადაპტაციის მიმართულებით, ესევე გვაქვს სასწავლო პროგრამების მიმართულებით. ჩვენ წელს დამატებითი სერვისები გვექნება იმისთვის, რომ კიდევ გაცილებით მეტი და ფართო გავხადოთ მათი მოთხოვნები, დაკმაყოფილება ამ მოთხოვნების და ყველაზე მთავარი არის მიმღებლობა. ანუ ჩვენ ყველაფერი შეიძლება შექმნა, მაგრამ თუ მიმღებლობა არ არის, როგორც გუნდში, ესევე პროფესორ მასწავლებლებში, ურთულესი არის გახვიდეს საბოლოო შედეგს. მე მინდა რომ სხვა სტუმრებთანაც გადავიდე კითხვით. აი კონკრეტულად თქვენი პროფესიების შესახებ რომ გითხრათ რა პროფესიას დაეუფლეთ და როგორი იყო თქვენთვის აი ეს სწავლის პროცესი? მოგესალმებით. ვხართ დასაქმებული. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებელს. ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. მე დავამთავრე ოფის მენეჯერი, მდივან რეფერენტი. ამჟამად ვარ მარნეულის მერიაში დასაქმებული, მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯანდაცვის და სოციალურ განყოფილებაში, სადაც ჩემი თავი დავინახე, რომ იქ იყო ჩემი საჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მოგმართავს, ბევრს უწევთ დახმარებებს და რა ვიცი, აი ძალიან კარგია რომ მე გავიარე კოლეჯ სპექტრში ეს განათლება მივიღე. როცა იქ მივედი თავიდან მინდა ვთქვა და აღნიშნო, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა აი 100 გრადუსით. ოცნებაშიდაც არ წარმომედგინა, რომ მე ამდენი მიღწევები მექნებოდა ცხოვრებაში, ასე წინ წავიდოდი. იმის გარდა იმისა, რომ იქ არის გარემო ადაპტირებული, თვითონ იქ კოლეჯში მომუშავე ლექტორები, ხელმძღვანელობა ყველა არის მომართული იმისთვის, რომ შენ სტიმული მოგცენ და გაიზარდოს შენი თავდაჯერებულება. მეუბნებოდნენ ხოლმე შენ რომ მანქანის თვა უნდა ისწავლო, იმუშაო, ის წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, მაგრამ კოლეჯის დამთავრებისთანავე მართლაც მართვის მოწმობაც ავიღე, იქვე ვისწავლე ეს ამ მიმართულებითაც სწავლობდი იქ და ავიღე მართვის მოწმობა, საკუთარი მანქანაც მყავს და სულ დამოუკიდებლად და საერთოდ ასეთი ადამიანი ვარ. თქოთ როგორი სწავლის პროცესი საინტერესო, აქედან მოყოლებული თქოთ საბოლოო ჯამში დასაქმებაში კოლეჯმა შეგიწყოთ ხელი თუ თქვენ მე იპოვეთ სამსახური აი ეს დამშნობა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ კოლეჯის სპექტრის პირველი კურსდამთავრებული. როდესაც კოლეჯში დავიწყე სწავლა, მაშინ ჯერ თვითონ ტერმინი ინკლუზიური განათლებაც კი უცხო იყო ხალხისთვის. ეს 2014 წელს დავამთავრე და ადაპტირებული გარემოც ცოტა ისეთი იყო ხოლმე, უცხო ტერმინი იყო ხოლმე საზოგადოებისთვის და
ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო რომ პროფესიის წანდებით IT სპეციალისტი. მე სკოლის მერე მივიღე ტრავმა სამწუხაროდ აღმოჩნდი ეტლში და მინდოდა მე სწავლის გაგრძელება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მქონდა. მახსოვს კოლეჯის სპექტრის გვერდი რომ დავათვალიერე, სურვილი გამიჩნდა სწავლის, მაგრამ ვიფიქრე რომ დიანა ტყუილად ოცნებო თქო, არ მგონია რომ მაგის შესაძლებლობა მოგეცეს თქო და შენთვის ვერ წარმომედგინა. კი, და გარემოც თუ იქნებოდა ჩემთვის მისაწვდომი, ვერ წარმომედგინა და ბატონი მათი რომ დამიკავშირდა და რომ ესაუბრა რომ შეგიძლია გახდე სტუდენტი, მიიღო ჩვენთან განათლება, ცოტა რაღაც არ მჯეროდა. კი, მე შეშემოსაკითხებზე რომ ბევრი ისაუბრა და რომ დავაკვირდი როგორი გარკვეული იყო ჩვენ საჭიროებებში, დავუჯერე და თვითონ მათ თემაც იმ ხელა მხარდაჭერა გამომიცხადა, მენდო ასე თქვა და თან არასტაბილური ჯანმრთელობა მქონდა და მიუხედავად ამისა მაინც გავრისკეთ და ასე ვთქვა და დავიწყე სწავლა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, გარემო იყო არაჩვეულებრივი დღემდე, აი ესეთ ჩემთვის ტკბილი და თბილი მოგონებები კოლეჯის სპექტრთან ასოცირდება და იმის მერე ხელშეწყობაც მქონდა დასაქმების, ხელი შემიწყეს. იმის მერე კიდე რამოდენიმე სამსახური გამოვიცვალა, ეხაც დასაქმებული ვარ და ასევე სპორტშიც ვარ ჩართული. რადგან ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ბოლო კითხვით თუ შეიძლება ბატონო. მე მაინტერესებს ალბათ ყველას პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ მიღება დაიწყება 27 აპრილს და აი როგორია მიღების საგამოცდო სისტემა ამ შემთხვევაში და რა პროგრამებზე, იმიტომ რომ განსხვავებული კონკრეტულად ტექნიკურად ძალიან მარტივი არის, შეუძლია ონლაინ დარეგისტრირდნენ და ყოველგვარი პრობლემის და კოლეჯში მოუსვლელად გარდა შემი პირებსაც შეეხება და სპეციალური საჭიროების პირებს ჩვენ მათ ვაძლევთ ყველა საშუალება შეერჩიონ ის სასურველი პროფესია რომელიც უნდათ მათთვის კვოტა გამოყოფილი არ და ყოველგვარი გასაუბრების და გამოცდის გარეშე ისინი ხვდებიან პირდაპირ სასურველი პროფესიებს და გარდა ამისა ჩვენ ვღებულობთ მათ საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით სანამ ისინი დაიწყებენ სწავლას მანამდე როგორც ტრანსპორტირება ესევე ყველა დანარჩენი ნებისმიერი სერვისი მანამდე არის მოწესრიგებული როგორც ისინი კოლეჯში შემოდენ ამ სერვისების მიღებას იმ წუთიდანვე იწყებენ და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ იმიტომ რომ ჩათვალისწინოთ დღევანდელი გადაცემით თქვენ ეხმარებით იმ სტიგმის დამსხვრევას და უამრავი ადამიანი გვიყურებს სოციალური შეშემ პირები და სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირები და DNS და შორენას მაგალითი ეს არის უნიშნელოვანი ისე რომ მოისურვონ მოვიდნენ გააღგარეთ. უბრალოდ შეუძლიათ რომ შემოვიდნენ საიტზე, დარეგისტრირდნენ და მეტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე მე ჩვენი სპეციალისტებმა დაკავშირდებიან, მოყავთ, ეხმარებიან და ასე შემდგომ ან სრული სერვისიც არგებლობენ ისინი. შემდეგ ველოდებით, შემდეგ რა თქმა უნდა უკავშირს და შემდეგ ჩვენები უკვე უკავშირდებიან, ურეკავენ, მოყავთ და ასე შემდეგ ეხმარებიან ესე რომ აი ესე არის და უბრალოდ დიანა საქართველოს პარლამენტში მუშაობს დღეს და ძალიან დიდი მადლობა ეს იქნება არაჩვეულებრივი ახლა ვინც გვიყურებს დარწმუნებული ვარ აი ეს საკუთარ თავში ჩაკეტილობა რაც დასახლიდან გავსვლელობის შიში აი ეს გარკვეული სტიგმის დამსხვრევა რომ მე ამას ვერ შევძლებ აი თქვენ ხართ ნამდვილად იმის მაგალითი რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია ბუნებრივი შესაძლებელია უბრალოდ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა საჭირო გახსნა კომპიუტერის შესვლა საიტზე დარეგისტრირება მარტივად და შემდგომ არაჩვეულებრივ სერვისს გთავაზობთ ეს კოლეჯი და ვფიქრობ ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება ყველას ვისაც უნდა სწავლის მიღება ვისაც უნდა პროფესიის დაუფლება ვისაც არ უნდა სახლში კარჩაკეტილი ცხოვრება ვისაც უნდა სოციალურად აქტიურად იყოს ადაპტირებული სოციალურ გარემოსთან და იყოს იგრძნოს თავი სრულყოფილ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა.